დღევანდელი დღის თემა. თქვა ღმერთმა, შეიქმნას მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის დღეებისა და წელიწადების ნიშნად. დღევანდელი დღის თემა. თქვა ღმერთმა, შეიქმნას მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის დღეებისა და წელიწადების ნიშნად. მინდა სწავლებას ჩვეულებრივ მივმართო, მაგრამ შევჩერდები და ვაყოვნებ. მოწყინების ღრუბელი ჩამოაწვა ჩემს გონებას, შეაშფოთა და დაარღვია ის. უკეთ რომ თქვათ, მარტო მოწყინების კი არა, არამედ რისხვის. და ისეთი შფოთი დაუფლებია სულს ჩემსას, რომ აღარც ვიცი როგორ მოვიქცე. მართლაც როგორც კი ვიფიქრებ, რომ ეშმაკის ერთმა დასტვენა მიკმარა და თქვენ იმ წამს დაივიწყეთ ჩვენი თანმიმდევრული სწავლება და ყოველდღიური შეგონება. და როგორც კი დოღი დაიწყო, მაშინვე ყველა ერთად ამ სატანურ სანახაობაზე გაიქეცით. განა შევძლებ ძველებური მოშურნეობით შემოგთავაზოთ სწავლება, როდესაც რაც იყო, ყოველივე ასე სწრაფად გაქრა. ჩემს მწუხარებას აძლიერებს და რისხვას აორმაგებს ის, რომ თქვენ ჩვენს დარიგებასთან ერთად გულიდან ამოიგლიჯათ წმინდა 40-სადმი საერთო განჯობა და ამგვარად ეშმაკის ბადეში აღმოჩნდით. განა ვინმე, თუნდაც ქვის სულის მქონე ადამიანი კი მოახერხებდა იმას, რომ თქვენი ამგვარი გაუფრთხილებლობა ადვილად გადაეტანა? მწხვენია, დამიჯერეთ და ვწითლდები, რომ ამაოდ ვირჯებით და თესლს ქვებში ვაბნევთ. თუმცა, იმის და მიუხედავად, თქვენ მომისმენთ თუ არა, დაწესებულ ჯილდოს მე მაინც მივიღებ, რადგანაც ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ვერცხლს გავცემდი და შეგაგონებდით. მხოლოდ ის მაშინებს და მაშფოთებს, რომ ამით თქვენი დასჯის მიზეზი არ შევიქმნა. მონამან ნათქვამია, რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისაი და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ვერც ერთი თქვენგანი ვერ ჩაითვლება არ მცოდნეთ. რამდენადაც ყოველდღიურად ერთსა და იმავეს ჩაგაგონებთ, გაჩვენებთ ეშმაკის მახეებს და სათნოებათა უდიდეს სიმსუბუქეს თუ კი მოვინდომებთ და ფხიზლად ვიქნებით. ან იქნებ არიცით, რომ ის ვინც ასე დაუდევრად ეპყრობა საკუთარ ცხონებას და იშვიათად მოდის აქ, დანარჩენ დროს კი თვითნებურად ებმება ეშმაკის ბადეში, წმინდა წერილი ძაღლებს ადარებს. ადამიანი ეინც უარს ამბობს ცოდვის ქნაზე, ამბობს წერილი, მერე კი კვლავ უბრუნდება მას იმ ძაღლს გავს, რომელიც მიბრუნებია თავის ნარწყევს. აი რად იქცნენ ისინი, ვინც ამ უმსგავსი სანახაობის საცქერლად წავიდნენ. განა არ გსმენიათ, რა თქვა ქრისტემ. ყოველმან რომელმან ისმინე სიტყვანი ესე ჩემნი და არ აყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა და გარდა მოხდა წვიმსი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლს ამას და დაეცა. და იყო დაცემა იგი მისი დიდფრიად. დოღზე წასულები კი ამ კაცზე უარესები აღმოჩნდნენ. მისი სახლი მხოლოდ მდინარეების ადიდების და ქარების შედეგად დაინგრა. მდინარესა და ქარებში კი ქრისტე დიდ წყალსა და მომაკვდინებელ ქარიშხალს სულაც არ გულისხმობს, არამედ აქ განსაცდელთა ძლიერი ზემოქმედება. შენობათან გრევა ნივთიერად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ უნდა წარმოვიდგონით სული, რომელიც უბედურების ნაკადმა დასცა და წინააღმდეგობისთვის ძალა არ აღმოაჩნდა. თქვენთვის კი არც ქარი დაუბერავს და არც მდინარეებს გადაულია, ხოლოდ ეშმაკეული სიოს მსებუქმა მობერვამ გაიტაცა ყველა თქვენგანი. ამ განუჯელობაზე უარესი რაღა იქნება. რას კარგებთ მარხვა? ვინ არ იგლოვებს თქვენზე და ვის არ შევებრალებით ჩვენ? თქვენზე იმიტომ, რომ უცებ განაბნიეთ ყველაფერი, რაც შეაგროვეთ. გულის კარი გაუღეთ ბოროტ დემონს, რომელიც შემოვიდა და მთელი სულიერი საუნჯე გაიტაცა. ჩვენ კი სიბრალულს იმის გამო ვიმსახურებთ, რომ ამდენს უქადაგებთ მკვდრების ყურს, ყოველდღიურად ამ ხელა დანაკლის განვიცდით და არც რამე ნაყოფის დაგროვების იმედი გვაქვს. განა მხოლოდ იმისთვის ვცდილობთ ლაპარაკს, რომ ყური გამოგიჭედოთ. ან თქვენი მოწონება დავიმსახუროთ. თუ ქენ ჩვენი ლაპარაკიდან რამე სიკეთის მიღება არ განგიზრახავთ, მაშინ ჯობს საერთოდ გავჩუმდეთ. არ მინდა რომ კიდევ მეტად დაისაჯოთ ვაჭარი საქონლის დიდი ტვირთი, რომ მოუგროვებია და დაუტვირთავს თავისი გემი, თავისთავად შესაბრალისი სანახავი გახდება. მაშინ როცა მოულოდნელად ამტყდარი ქარიშხალი და ძლიერი ქარი მის გემს ხალხთან ერთად ჩაძირავს. მოულოდნელად სრულიად შიშველი დარჩება იგი. დიდი და ურიცხვი სიმდიდრის შემდეგ უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. სწორედ ამასვე გიკეთებთ ახლა თქვენ ეშმაკი. რა გიღა ნახა დიდი სიმდიდრით სავსე თქვენი ხომალდი და აურაცხელი განძი, მარხვითა და განგზობილი სწავლებით რომ მოაგროვეთ, ეს დამღუპველი სანახაობა ქარიშხალივით დაგატეხათ თავს და მთელი სიმდიდრე დაგაკარგვინათ. ვიცი რომ ძლიერი მხილება გამომივიდა, მაგრამ მაპატიეთ, გთხოვთ, ასეთია გამწყრალი სული. ამას თქვენ საწინააღმდეგოდ კი არ გეუბნებით, არამედ ზრუნვით, თქვენი მოყვარული სულით. ამიტომ რა გიღა წყლულის გავრცელება შევაჩერე, ახლა რამდენადმე შევარბილებ ამ ჩემს სიმკაცრეს. ფსურს რომ თქვენი სიყვარული კეთილი მეც მივაპყრო, რომ სულით არ დაეცეთ და სასუ არ წარიკვეთოთ. აქ ის არ ხდება ხოლმე, როგორც გრძნობად საქმეებში. იქ უკიდურეს სიღატაკემდე მისულ მდიდარს სწრაფად გამდიდრება არ შეუძლია. აქ კი ღვთისწყალობით თუ მოისურჟებთ და ამ საქმეებში თავს დამნაშავედ ვალიდარებთ და უზრუნველობას მეტად აღარ განვავრცობთ, შეგვიძლია კვლავაც გამდიდრდეთ. ასეთია ჩვენი მეუფე, ასეთი უხვი და მოწყალია იგი. აი რას ამბობს იგი წინასწარმეტყველის მიერ არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი. ამბობს უფალი ღმერთი, არამედ ის, რომ მოიქცეს იგი თავისი გზებიდან და იცოცხლოს. ვიცი რომ თქვენ კეთილსინდის იერნი ხართ და აღიარებთ თქვენს დანაშაულს. ხოლო ცოდვის სიმძიამის აღიარება მცირე გავლენას როდი ახდენს სათნოებისაკენ მიქცევაზე. ოღონდაც ნუღარავინ მეტყვის ამ ეშმაკეულ მაცდურ სიტყვებს. აბა ეს რა ცოდვაა დოღის ყურება?
თუ კი ყველაფერს რციკ ხდება, გამოწვილვით შეისწავლი. ნახავ, რომ ყოველივე სატანური ძალითაა სავსე. იქ მხოლოდ მორბენალ ცხენებს კი არ ხედავ, არამედ ღვთისგმობი და უწმაწური სიტყვების ყვირილი გესმის. იქ ყველას წინაშე გამოჩნდებიან. უწესო დედაკაცები და დიაც მიმსგავსებული ყმაწვილკაცები, ან იქნებ ეს ყველაფერი მცირედ გეჩვენება საიმისოდ, რომ შენი სული დატტევდეს? თუ კი ზოგჯერ უყურადღებო ადამიანს შემთხვევითი შეხვედრაც აბრკოლებს, დასცემს მას და წარწმენდის სიღრმეში გაიტაცებს, მაშ რაღაც დაემათებათ მათ, ვინც იქ სწორედ ამისთვის მიდიან. რომ თვალი ამ დანაშაულებრივი სანახაობით კვებონ და იქიდან სიძვის. აღსრულების შემდეგ ბრუნდებიან. კაცმოყვარე უფალმა ჩვენმა იცოდა, რაოდენ ადეილად ნებდება ჩვენი ბუნება განსაცდელებს და რამაც დური და მზაკვარია ეშმაკის შური. ამიტომაც აურაცხელ განსაცდელთაგან რომ დავეცავით და ეშმაკის ბადისაგან მოუნადირებლად გადავერჩინეთ, ასეთი კანონი დატეიდინა. ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინათვისსა. უკრძალველ მზერასაც მრუშობა უწოდა. ამიტომ ნუღარავინ მეტყვის. იქ ყოფნა. რას გვავნებსო? მხოლოდ ერთმა რამემაც კი ცხენების შეჯიბრმა შესაძლოა. დიდად ავნოს სულს. როდესაც დროს უსარგებლოზე ვკარგავთ, იმაზე რაც არა მარტო არ ასარგებს ჩვენს სულებს, არამედ შებილწავს კიდეც მათ, როდესაც ვკინკლავთ და ათასობით უწესო სიტყვას ხმარობთ, მაშინ ამას როგორ მოვიბოდიშებთ, თავს როგორ ვიმართლებთ? ავიღოთ აქაურობა. თუ ჩვენ მცირედ გაგვიგრძელდა სწავლება, ბევრი უკმაყოფილოა, ბევრს წინდება და დაღლილობასა და მოქანცულობას უჩივის. მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი თავშესაფარი ტაძარი საკმაოდ იცავს მათ სიცივისგან, წვიმისგან და სასტიკი ქარებისაგან. იქ კი ძლიერი წვიმაც რომ ასხამდეს და საშინელი ქარი ქროდეს, ან მზეს წვავდეს, მაინც 1 და 2 საათს კი არ გაატარია ბენ, არამედ დღის უმეტეს ნაწილს. იმდენად დიდია საცდური, რომ სულის ამ საწამლელს სიხარულითაც კი იღებენ და არც დამღუპველი სიმოვნების სწრაფწარმოებულობას ერიდებიან, არც მწუხარების ხნიერობას და არც სინდისის ქენჯნას. აი ახალს, ზოგიერთი სახეს რომ ვუცქერ და ხვდები როგორია, მათი სულიერი მდგომარეობა და რა ძლიერი სინანულს განიცდიან. მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ იმავე ცოდვაში არ ჩადგათ ფეხი და ამ ჩვენი დარიგების შემდეგ იმ სატანის ელშეკრებულობაზე არ წახვიდეთ, მუქარაა აუცილებელი, რადგანაც მსუბუქი წამალი ყოველთვის არგებს. როდესაც ჭრილობა არ რჩება, მაშინ ძლიერ მოქმედი, მტკივნეული წამლის გამოყენება ხდება საჭირო, რათა გამოჯამრთელება სწრაფად დაიწყოს. ამგვარად, და ყველამ ვინც დამნაშავეა, იცოდეს, რომ თუ კი ისინი ჩვენგან ამ დამოძღვრის შემდეგ კვლავ ასე გაუფრთხილებლად მოიქცევიან, მეც აღარ მოვითმენთ და საეკლესიო კანონის საფუძველზე ვასწავლით მათ, ასეთი რამ აღარ ჩაიდინონ და ასე დაუდევრად არის მინონ ღვთის სიტყვა. ეს ცხადია, ყველას არ ეხება. სმენელთაგან თითოეული შესაბამის წამალს იღებს ამ ცოდიაში დამნაშავემ. იმისთვის, რომ უზრუნველობა მიატოვოს და მეტად აღარ განაგრძოს, ამის შემდეგ გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს და ძველი ცოდვები გამოასწოროს. უცოდველი კი დაე, გაფრთხილდეს, რომ არ მოიხიბლოს და ოდესმე ისიც არ იქცეს დამნაშავედ. რათა საქმით დაარწმუნოს თქვენი სიყვარული იმაში, რომ ჩვენ სიყვარულის ჩაგონებით და დიდი ზრუნვიდან გამომდინარე და ამასთან იმ დიდი საფრთხის შიშით თქვენს ხონებას რომ ემუქრება, იძულებულნი ვიყავით გვეთქვა ეს ყველაფერი. და ახლა, კეთილი იმედით მოცულნი, ჩვენს ჩვეულებრივ სწავლებას განვაგრძობთ და ამით ჩვენს იმ მამობრივ განწყობას გაჩვენებთ, თქვენდამი რომ განვიცდით. ოღონდაც გთხოვთ, ყურადღებით ისმინეთ ჩემი სიტყვები, რომ დიდი ნაყოფი მიიღოთ და ისე დაბრუნდეთ შინ. თქვენ სიყვარულს უნდა ვუთხრა იმის შესახებ, რაც ახლა წავიკითხეთ. თქვა ღმერთმა. შეიქმნას მნათობები ცისმყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის დღეებისა და წელიწადებისა ნიშნად. იყვნენ მანათობლებად ცისმყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. გუშინ ნეტრმა მოსემ გვაჩვენა, თუ სამყაროს შემოქმედმა როგორ შეამკო უსახურობა მიწისა ბალახეულით, სხვადასხვაგვარი ყვავილებითა და თესლის აღმომაცენებელი მცენარეებით. დღეს მას ზეცის შემკობაზე მიმართა სიტყვა. როგორც მიწა იმკობა იმით, რაც მასზე აღმოცენდება, ასევე ხილული ზეცა უნათლესად და უბწყინვალესად გარდაქმნეს მრავალფეროვანმა ვარსკვლავებმა და ორი დიდი მნათობის მზისა და მთვარის შექმნა. გააჩინა ღმერთმა ნათქვამია ორი მთავარი მნათობი, დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად და ვარსკვლავები. ხედავ შემოქმედის სიბრძნეს, მხოლოდ თქვა და გამოჩნდა ეს საკვირველი სტიქია, ანუ მზე. სწორედ მას უწოდებს მოსე დიდ მნათობს და ამბობს, რომ იგი დღის მნათობად არის შექმნილი. ის დღეს უფრო ბრწყინვალედ აჩენს. ყოველდღიურად ელვის მსგავსად, მთელი ბრწყინვალებით წარმოადგენს თავის მშვენებას, დილასთან ერთად მოიელინება და ადამიანებს თავიანთი საქმის გასაკეთებლად აღვიძებს. სწორედ ამ სილამაზის გამოსახადად ამბობს ნეტარი წინასწარმეტყვე, გლი. ვითარცა სიძე რაი გამოვალ ნეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირის რბად გზასა. ცის კიდიდან არს გამოსვლა იმისი და მიწევნა იმისი, ვიდრე კიდეთ ცისამდე. ხედავ, როგორ გამოხატა დავითმა მზის მოძრაობის სილამაზე და მყისიერება. სიტყვებით, ცის კიდიდან არს გამოსვლა იმისი და მიწევნა იმისი, ვიდრე კიდეთ ცისამდე. დავითმა დაგვანახა, რა სწრაფად მოიცავს მზე მთელ მიწას კიდით კიდემდე, დალერის თავის სხივებს და ამით უდიდესი სიკეთე მოაქვს. არა მხოლოდ ატყობს იგი, არა მხოლოდ აშრობს, არამედ წვავს კიდეც და ბევრი და მრავალფეროვანი სიკეთის მომტანია. ეს ერთობ საკვირველი სტიქიაა და ძნელად რომ იყოს ვინმე ისეთი, ვინც სრულყოფილად აღწერს მას. მასზე ელპარაკობ დავამაღლებ ამ სტიქიას, არა იმისთვის, საყვარელო რომ შენ მასზე შეჩერდე,
არამედ იმისთვის, რომ მის ზემოთაც აიხედო და შენი გაკვირვება ამ სტიქიის შემქმნელისაკენ მიმართო. რაც უფრო დიდია სტიქია, მით უდიდესი მოჩანს მისი შემოქმედი. მაგრამ ელინთა მოწაფეები ამ სტიქიის წინაშე გაოცებისა და გაკვირვების შემდეგ მასზე შორს წასვლას და ღვთის დიდებას ვერ ახერხებდნენ, არამედ სტიქიაზე ჩერდებოდნენ და ეტყვანებოდნენ მას. ამიტომაც ამბობს ნეტარი პავლე: პატივს სცემდეს და მსახურებდეს დაბადებულა და არა დამბადებელსა. ვინ შეიძლება იყოს უუგუნურესი ამ ხალხზე, ვინც ქმნილებით შემოქმედის შეცნობა ვერ შეძლო და ამისთანაც ცდომილება აღიარა, ვინც შემოქმედის ადგილი ქმნილებას განუკუთვნა. ამიტომაც წმინდა წერილი, რომელმაც იცის, რა ადვილია დაუდევარი ადამიანების გზას აცდენა, გვამცნობს, რომ ეს სტიქია 3 დღის შემდეგ შეიქმნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა თესლი აღმოცენდა და მიწა თავისი სამკაულით შეიმკო. და ამის შემდეგ ნუღარავინ გაბედავს იმის თქმას, რომ მზის თანამოქმედების გარეშე შეუძლებელია მიწის აღმონაცენი აღორძინდეს. ამიტომაც გაჩვენებს მოსე, რომ ყველაფერი მზის შექმნამდე დასრულდა, რათა შენ ნაყოფის აღმოცენება მიაწერო არა მზეს, არამედ სამყაროს შემოქმედს, რომელმაც თავდაპირველად თქვა. წარმოშვა მიწა მცენარეული, ბალახი. თუ იმას ვიტყვით, რომ მზის მოქმედება ნაყოფს ამწიფებს, ამას არ შევეწინააღმდეგები. ისევე როგორც ვეთანხმები, როდესაც მიწათმოქმედზე ამბობენ, რომ იგი ნაყოფის მოწევაში მონაწილეობს. მაგრამ ამით ყველაფერს მიწათმოქმედს კი არ მივაწერ, არამედ გულისხმობ, რომ რამდენიც არ უნდა იშრომოს მიწათმოქმედმა, მისი შრომა წარმატებით ვერ დაგვირგვინდება, თუ კი მიწას ნაყოფიერებას არ მიანიჭებს იგი, ვინც იგი იმთავითვე ნაყოფიერებისთვის აღძრა. სწორედ ამავეს ვამბობ აქაც. მიწათმოქმედის შრომას, მზისა და მთვარის ზემოქმედებაც რომ მიემატოს და ჰაერის კეთილშეზავებულობაც, მაინც არ მოიტანს შედეგს, თუ მას არ შეეწია მარჯვენა მაღლისა. როდესაც ეს მფლობელი ხელი ისურვებს, სტიქიები სწორედ მაშინ მოიტანენ უდიდეს სიკეთეს. მტკიცედ გახსოვდეთ ეს, დაადუმეთ შეცდომილები და შემოქმედის სარგო პატივს ქმნილებას ნუ მიაგებთ. ამიტომაც საღვთო წერილი გამოსახავს მზის არა მხოლოდ სილამაზეს, დიდებულებასა და კეთილმოქმედებას სიტყვებით. ვითარცა სიძე დაიხარებდეს იგი, ვითარცა გმირის რბად გზასა, არამედ მის სისუსტესა და არარაობას. ისმინე რას ამბობს იგი სხვა ადგილას, რა არის მზეზე ნათელი. მაგრამ ისიც ბნელდება, ნუ გაცდუნებს მზის შესახედაობა. თუ შემოქმედი უბრძანებს, იგი გაქრება ისე, თითქოს არც ყოფილაო. ეს რომ ელინთა მოწაფეებს ცოდნოდათ, ასე არ შეცდებოდნენ, არამედ მიხვდებოდნენ, რომ ქმნილების ცქერამ შემოქმედამდე უნდა აღგვამაღლოს. სწორედ ამიტომაც შეიქმნა მზე მეოთხე დღეს. რაც ვთქვით თესლზე, იმავეს ვიტყვით დღეზე, სწორედ იმას, რომ 3 დღე გავიდა მზის შექმნამდე. მაგრამ უფალმა ისურვა, რომ ამ სტიქიის მეშვეობით დღე უფრო კაშკაშად ექცია. იგივე შეიძლება ითქვას მცირე მნათობის, ანუ მთვარის შესახებ. მის შექმნამდე 3 ღამე გავიდა. თუმცა შექმნის შემდეგ იგი თავისებურად კეთილმოქმედებს, ფანტავს ღამის წვდიაც და თითქმის ისევე როგორც მზე სხვა დანარჩენთან თანამოქმედებს. ის დღის გამგებლადაა დადგენილი, ეს კი ღამის. რას ნიშნავს? დღის გამგებლად და ღამის გამგებლად. იმას, რომ მზე დღის მბრძანებლად დადგინდა, მთვარე კი ღამის, რათა პირველს თავისი სხივებით უფრო გაენათლებინა დღე, ხოლო მეორეს გაეფანტა წვდიადი და თავისი შუქით ადამიანებს საქმის დასრულებაში დახმარებოდა. რადგან ღამით მოგზაური უშიშრად იწყებს მგზავრობას. მოცურავე თავისი გემით ზღვაში გადის და ხელოსანიც თავისუფლად აკეთებს თავის საქმეს. მას შემდეგ, რაც ამ ნათობთა სიკეთეს გვამცნობს, მოსე სხვა ვარსკვლავებზეც გველაპარაკება. დაასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. ვარსკვლავთა რაგვარ სიკეთეზე მიგვანიშნა მოსემ. დაასხა ამბობს ცის მყარზე. რას ნიშნავს დაასხა? განა იმასვე არა, რასაც აღმართვა, ერთ ადგილას არა. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ხშირად ერთ წამში უდიდეს სივრცეს გადალახავენ და ერთ ადგილას არასოდეს ჩერდებიან, არამედ უფლის განჩინებით გამუდმებით მოძრაობენ. რას ნიშნავს? დასხა ნიშნავს. უბრძანა მათ, რომ ზეცაზე ყოფილიყვნენ. როგორც შემდეგ ვნახავთ წერილი სხვა ადგილას ამბობს, რომ ღმერთმა დადო ადამის სამოთხეში. არა იმ მნიშვნელობით, რომ იგი ერთ ადგილას მოათავსა სამოთხეში, არამედ იმის მისანიშნებლად, რომ იგი სამოთხეში დაასახლა. იგივე შეიძლება ითქვას ვარსკვლავებზე. რომ ღმერთმა უბრძანა, ყოფილიყვნენ ისინი ცის მყარზე და თავიანთი შუქი მიწისთვის ერქმიათ. დაფიქრდი, საყვარელო, განა ყოველთვის მდელოსა და მინდორზე უფრო სასიამოვნო არ არის ვარსკვლავებიანი ცის ცქერა? როგორ ამკობს მას სხვადასხვაგვარი აურაცხელი ყვავილებით და ეს ვარსკვლავები მიწაზე უამრავ სინათლეს ღვრიან? ისინი იმისთვის არიან გაჩენილნი, რომ გაანათონ მიწა და დღე და ღამე განარჩიონ, ისე როგორც ეს დიდ მნათობებზე ითქვა. როდესაც ორი დიდი მნათობის და ვარსკვლავების შექმნას გვაუწყებს, მოსე ყველაზე ერთად გვეუბნება. განეგოთ დღე და ღამე. გაეყარათ ნათელი და ბნელი. როგორც დღისით შეუძლებელია ცაზე, თავის გზაზე მსრბოლი ვარსკვლავების დანახვა, რადგანაც მათ მოძრაობას მზის კაშკაშა შუქი ჩრდილავს, ასევე მზე არასოდეს ჩანს ღამით, რადგანაც მთვარე თავისი სინათლით საკმარისად აცისკრონებს ლამის სიბნელეს. თითოეული სტიქია თავის საზღვრებში რჩება, დადგენილ ხაზს არასდროს გადადის, არამედ მეუფის ბრძანებას მორჩილებს. მნათობთა სიკეთე. ვის შეუძლია ჩამოთვალოს ყველა სხვა სიკეთე, რაც ამ მნათობებსა და ვარსკვლავებს კაცთა მოდგმისთვის მოაქვთ.
შეიქმნას ნათქვამია მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის დღეებისა და წელიწადებისა ნიშნად. რას ნიშნავს დროჟამის დღეებისა და წელიწადებისა ნიშნად? საღვთო წერილი მიგვანიშნებს, რომ მათი მოძრაობა ჩვენ დროისა და ჟამის მიმოქცევაზე, დღეების სათვალავზე, წელიწადის ხანგრძლივობაზე იგულისხმება ზამთრისა და ზაფხულის მიმოქცევა, რასაც მზე განსაზღვრავს მიგვითითებს. ყოველივე ამას მათი საშუალებით შევიცნობთ. როდესაც მათ მოძრაობას ვაკვირდებით, ზეცას ვუყურებთ და ყველაფერს გულმოდგინედ განსაზღვრავთ მენავე ზღვით, მოგზაურობას იწყებს და ხშირად გაუვალ სიბნელეშიც კი ვარსკვლავებზე დაკვირვებით შეუძლია, სწორად წაიყვანოს ხომალდი და იხსნას მოგზაურები. ვარსკვლავების საშუალებით მიწათმოქმედი ხვდება, როდის უნდა დათესოს მარცვალი, როდის გაავლოს მიწაში ხნული, როდის ალესოს ცელი და მომკას ყანა. და საერთოდ დროის შეცნობა, დღეების თვლა და საწელიწადო წრის ცოდნა მცირედ, როდი გვეხმარება ცხოვრების მოწყობაში. ბევრი შეიძლება გავიხსენოთ, რა სიკეთეც ამ ქმნილებებს მოაქვთ ადამიანთა კეთილდღეობისათვის, მაგრამ ყველაფრის ჩამოთვლას ალბათ ძნელად თუ ვინმე შეძლებს. ამიტომ მცირედი ვიკმაროთ და გავისიგრძეგანოთ, რამდენად დიდი სარგებელია მათგან. ხოლო როცა ქმნილებები განგვაცვიფრებენ, მათ შემოქმედს ვცეთ თაყვანი, განვადიდოთ იგი და გვაკვირვებდეს მისი ენით გამოუთქმელი სიყვარული, რომელიც მან კაცთა მოდგმას აჩვენა. როდესაც ყოველივე ამას ქმნიდა არა რაიმე სხვა მიზნით, არამედ მხოლოდ ადამიანისთვის, რომლის შესახებაც იგი განიზრახავდა, რომ სულ მალე ყველა ქმნილებაზე მაღლა დააყენებდა, როგორც მეუფესა და მბრძანებელს. და ნახა ღმერთმა, ნათქვამია, რომ კარგი იყო. ხედავ, რომ წმინდა წერილი ყოველი დღის შემდეგ გვაჩვენებს, რომ ქმნილება სათნოა ღვთისთვის, რათა გააქარწყლოს ყოველგვარი გამართლება მათი, ვინც არად აგდებს ღვთის ქმნილებას. და რომ წმინდა წერილი სწორედ ამ მიზნით ამბობს ამას, კვლავ და კვლავ ხშირი გამეორებიდან ჩანს. რა დარიკმარებდა, რომ შექმნისას მხოლოდ ერთხელ თქმულიყო? ყოველივე რაც გააჩინა ღმერთმა, ძალიან კარგი იყო? მაგრამ წერილი ჩვენი გონების უძლურებიდან გამომდინარე, ნაწილ-ნაწილ გვაწვდის ამას, რათა ჩაგვაგონოს, რომ ყოველივე უმაღლესი სიბრძნითა და გამოუთქმელი სიყვარულითაა შექმნილი. იყო საღამო ამბობს, იყო დილა მეოთხე დღე. როდესაც ღმერთმა ცის შემკობა დაასრულა, ვარსკვლავები მიმოაბნია მასზე და ორი დიდი მნათობი შექმნა, დღე დაასრულა და თქვა: იყო საღამო, იყო დილა მეოთხე დღე. შეხედე, როგორ იმეორებს იგი ამას ყოველ დღეზე, რათა სწავლების ხშირი განმეორებით ჩვენს გონებაში მტკიცედ ჩაიბეჭდოს საღვთო დოგმატები. როდესაც ყოველივე ამას ჩვენი გულის ფიცარზე გამოვწერთ და იქიდან ყოველგვარ დაუდევრობას გავდევნით, გულმოდგინეთ დავიცვათ მართალი დოგმატები და ელინთაცდომილებას დამონებულ ადამიანებს სრული სიმშვიდით ვასწავლოთ, რომ ნუ დაარღვევენ წესრიგს და ნუ მიაწერენ შემოქმედს იმ ქმნილებათა თაყვანისცემის შესაძლებლობას, რომელნიც ჩვენი სიკეთისა და ცხონებისათვის შეიქმნენ. და ელინებმა, ვიდრე უკანასკნელი ძალა მოსდევთ, იმეორონ თავიანთი ცრუ სწავლება. მე მაინც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ყოველივე ეს კაცთა მოდგმისთვისაა შექმნილი. რადგანაც ყოვლად კმაყოფილ უფალს არც ერთი მათგანი თავისთავად არ სჭირდებოდა და მხოლოდ ჩვენდამი სიყვარულის გამოსახატად შექმნა ყოველი. ამით მან გვაჩვენა, რა ძვირად უღირს კაცთა მოდგმა და გვასწავლა, რომ ჩვენ ამის გათვალისწინებით მისი შესაფერისი პატივისცემა გამოვხატოთ. და რა უგუნურება იქნებოდა, რომ ქმნილების სილამაზით გატაცებულებს ყურადღება მათზე შეგვეჩერებინა და გონების თვალი არ აღვემაღლებინა შემოქმედამდე. არ გვესმინა ნეტარი პავლესთვის, რომელიც ამბობს: უხილავი იგი მისი დაბადებიდან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების. რას ამბობ ადამიანო? განა ზეცას რომ უმზერ მისი სილამაზე, ვარსკვლავთა მრავალფეროვნება და უზომო ბრწყინვალება გაოცებს? ამაზე ნუ შეჩერდები და გონების თვალი მათ შემოქმედამდე აღამაღლე. შენ გაოგნებს ასევე ფერი მზისა. გაკვირვებს მისი უდიდესი კეთილმოქმედების შეცნობა და როდესაც მისი სხივები შენს თვალისჩინს წვდება, ამ სტიქიის სილამაზე განცვიფრებით გავსებს? მაგრამ ნურც ამაზე შეჩერდები. არამედ, დაფიქრდი. თუ კი ასეთი სასწაულებრივი და საკვირველია ქმნილება და თუ კი ის ყოველგვარ კაცობრივ წარმოდგენას აღემატება, მაშ როგორიღა იქნება იგი, ვინც ის ერთი ბრძანებით შექმნა? ასევე იფიქრე დედამიწის შესახებაც. როდესაც მიწას ყვავილებით შემკულს, მცენარეებით როგორც ფერადი სამოსით, თლიანად დაფარულს ხედავ, მიწის ამ აღმონაცენს, მიწისავე ძალას ნუ მიაწერ, ნურც მზისა და მთვარის თანამოქმედებას. არამედ, ღვთისმოსაობით იფიქრე, რომ ჯერ კიდევ მათ შექმნამდე ღმერთმა მხოლოდ თქვა ღმერთმა, აღმოაცენოს მიწა მცენარეული ბალახი და იმ წამსვე შეიმკო პირი მიწისა. თუ კი ჩვენ ყოველდღიურად ვიფიქრებთ ამაზე, მაშინ გონიერებას მოვიპოვებთ და უფალს შესაფერ პატივს მივაგებთ. უკეთ რომ თქვათ, ჩვენი ძალების შესაფერად ვადიდებთ მას. და არა მხოლოდ ამით განვადიდებთ მას, არამედ კეთილი ცხოვრებითაც, თუ კი ერთსა და იმავე ცოდვაში აღარ ჩავდგამთ ფეხს და კიდევ უფრო მეტიც. თუ კი სრულად უკუვაგდებთ ეშმაკის საცდურს, ზეციურ კურთხევას მოვიხვეჭთ შესაბამისი ყურადღებით, დიდი გულმოდგინებითა და გამუდმებული აღსარებით. ღვთისთვის, მისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით, მხოლოდ ისიც საკმარისა, რომ ცოდვა უარყოთ. თუ კი ამას გადავწყვეთ, კეთილი საქმეებიც ადვილად გამოგვივა, ასე რომ გთხოვთ ამის შემდეგ ნუღარავინ გამოჩნდება დოღზე, უწესო სანახაობაზე ნურც კი გააცილებთ ვინმეს. ნუ გაგიტაცებთ კამათლით თამაში და მისგან გამოწვეული შეძახილები და სხვა ამის მსგავსი დამღუპველი სიამენი.
მითხარე, რას გარგებს მარხვა, როდესაც მთელი დღით საკვებისაგან თავშეკავების შემდეგ თამაშსა და კამათელს გადაყვები და მთელ დღეს ამაოდ მეტყველებ? ხშირად კი არც ფიცსა და მკრეხელურ სიტყვები ერიდები? არა, გევედრებით, საკუთარ ცხონებას ასე უპასუხისგებლოდ ნუ მიუდგებით, პირიქით დაე. ყველამ გამუდმებით სულიერ საგნებზე ესაუბროთ. თითოეულმა ხელში ავიღოთ წმინდა წერილი, ახლობლებსაც მოუხმოთ და ღვთის სიტყვით გამოვკვებოთ საკუთარი და ახლობლების სულები, რათა ამით თავადაც განვერიდოთ ეშმაკის სასჯელს. მარხვამაც დიდად გვარგოს და დავტკბეთ ღვთის სიყვარულით, მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.